აფხაზეთი ჩემთვის ყოველ ცხოვრების ყოველ ეტაპზე ეხლა როგორც ვაკვირდები სხვადასხვა არის და აი ამ ბოლო დროს უფრო არ ვიცი რატომ თუმცა როგორ არ ვიცი იმიტომ რომ სამსახურეობრივად კიდევ უფრო ესე დამჭიდროდ დავუკავშირდი და მართლა ჩემი ყოველდღიურობა მანამდეც იყო მაგრამ ეს პერიოდი რაღაც პერიოდი კიდევ უფრო მეტად და აი ვატყობ ჩემ თავს რომ აი ყოველ დილით აი ეს კადრი აი ეხლა თუ ვიზუალურ აფხაზეთს გულისხმობთ ეს არის აი დილით როდესაც მე ვდგები რაღაც აი ჩემი ამბები მაქვს დილით აი როდესაც რაღაცა ხო შენთვის რო გაქვს ის პატარა წამები ბავშვებს რო გაუშვებ სკოლაში ყავას რო დალევ აი არის აი ეს გაგრაში ლერმონტოვის ქუჩაზე ეს ჩვენი სახლი და აი ესეთი წინ ვერანდასავით იყო და აი როგორ იკრიბებოდნენ აი საოცარი მონატრება ჩემს მეგობრებს ვეუბნები ხოლმე რომ აი რომ მიხვდე დაახლოებით ეს რა არის ხო იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ ფიქრობ რომ ხა ხო რა აწუხებ ამ ხალხს ხა ამ შენი ამდენი დედა ეს რა იყო და რა სილამაზე იყო და ზოგჯერ ვფიქრობ და აი ზოგჯერ ვეუბნები რომ აი წარმოიდგინე ხა შენ მთელი დღე მთელი შენი ცხოვრება ცხოვრობ აი აქ თუცა ესე აქედან ჩაგიკეტეს და ვეღარ მიდიხარ ანუ აი გენატრება საოცრად ჩემი სული და გული და ჩემი ოჯახი დღესაც იქ არის დედა ჩემი ცხოვრობს გაგრაში მე მყავს ბიძაშვილს ყავს უკვე თავი შვილები ბიცოლა ჩემი მეზობლები ანუ დღესაც ჩემთვის აფხაზეთი არის და კიდე ვიცით რა არის რომ მე რა თქმა უნდა ესე არ დამიგეგმავს და ეს სადღაც მოყოლილი მაქვს ჩემს შვილებს როდესაც ვაძინებდი ღამე სანამ პატარები იყვნენ მათი ზღაპრები იყო აფხაზეთის შესახებ ანუ მათ იციან ზუსტად სოხუმი გაგრა ქუჩები და ეს მოქმედებები ეს ჩვენი ბავშვობის მოქმედებები ბავშვებს უყვართ რომ დედა მომიყევი შენს ბავშვობა შენ რო პატარა იყავი და ეს ისტორიები ცოცხლდებოდა მათ მეხსიერებაში ამიტომ მე რა არის აქ საამაყო მაგრამ ეს ძალიან გულს მithბობს რომ ჩემი შვილებისთვის არ არის ეს აი ხო ამბობენ რომ თაობა დაივიწყებს არა აი იმდენად ორგანულია იციან იქ ჩვენს ქუჩაზე ხო როგორი მრავალეროვანი იყო აი ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ სომხები, ბერძნები, ებრაელები, აფხაზები, ქართველები ყველა ერთად ეს ხო რაღაცა ფანტასტიკა ეს იყო აი ისეთი საოცარი გარემო და აი ეს ყველაფერი გონია რომ ძალიან იმოქმედა ამან და მე ვცდილობ ჩემს აფხაზეთს რომ მე ვცდილობ რომ აი ესე ვიცხოვრო როგორც ის მას იქ მასწავლებს ანუ ეს არ იყოს ხელოვნური აი ეს არის ჩემს აფხაზეთი აი სილამაზე სითბო ცოტა ბებია ჩემის რა იცით რომელიც საოცრად მენატრება და სულ აი თანამბობე რომ გავარდა სულ ჩემთან არის და აი ვცდილობ რომ როგორც ის იყო ორგანულადაც ისე გამოცა ისე ვზრდი შვილებს ისე ვაკეთებ საქმეს აფხაზი იყო ბებია აფხაზი იყო და მე ხლა უნდა მოვყვა ესეთი ისტორია როდესაც აფხაზეთის ომი იყო ბები არის აძინბა და რა არ ძინბა ეს პრინციპული სხვაობა პრინციპული და ბებია იყო ოჩამჩირედან მე მახსოვს როდესაც იყო აფხაზეთის ომი თქვენ წარმოიდგინეთ ეს როგორ შუაში გაიარა ჩვენზე იმიტომ რომ დედა ჩემის მამა ძიძიგური დედა აძინბა ზინა ჩემი ბიძაშვილები ტარბები და მაშინ იყო პერიოდი როდესაც ეს ხმამაღლა ბევრგან ვერ ვამბობდი არა ეხლა არც მწვენია ჩემი იმდროინდელი თავის იმიტომ რომ ბუნებრივი იყო ამიტომ რაღაცნაირად ეს არის შემადგენელი თუ კი რამ კარგი ცუდი არა თუ კი რამ კარგი არსებობს ჩემში ეს არის აფხაზეთის დამსახურება თავიდან ბოლომდე მე ვარ იმ თაობის ჟურნალისტი რომლებიც ამ კონფლიქტურ ზონებს ვინც ვაშუქებდით და სულ ახალი მომხდარი იყო და ჩვენ ჩავდიოდით ცხინვალში ჩავდიოდით სოხუმში ჩავდიოდით გაგრაში ჩავდიოდით ისტორია რომელიც მახსენდება არის მოყოლი მაქვს ადრე ამიტომ სავარაუდოდ დავიწყებული და შეიძლება ჩავთვალოთ რომ ბევრ ჩვენ მსმენელს არ აქვს მოსმენელი მახსოვს იყო მაშინ მოლაპარაკებები მე და მიშა მთვარაძე ვიყავით ჩემი ოპერატორი
და სოხუმში იყო მოკლედ მოლაპარაკებები ვაჟა ლორთქიფანიძე, იქიდან სერგეი შამბა იყო და მოკლედ ეს სახელები და გვარები მახსოვს. მოლაპარაკებები გაჭიანურდა და რაღაც გახანგრძლივდა და უცებ მოულოდნელად ჩვენ ვართ სოხუმში. სოხუმში რა თქმა უნდა დეიდაჩემი ჩამოვიდა რომ ვენახე. მაშინ ბებიაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და გაგრაში ცხოვრობდა. ნახე ციკა, ციალა დეიდაჩემი და ნუ მოკლედ წავიდა დავემშვიდობე და უცებ აი გადაწყო რომ რჩებითო. და შევედი ხა ვაჟა ლორთქიფანიძესთან და ვთხოვე და მან თხოვა სერგეი შამბას რომ აი გეხვეწები, თქო ჩავალ ბებიასთან. აი უბრალოდ აი წარმოიდგინეთ ეს მართლა ძალიან რთულია ეს ამის გახსნება და მოკლედ ჩავსხედით მე და მიშა თვარაძე გაზ 24 იყო ყვითელი თუ თეთრი აღარ მახსოვს მივდივართ და გავდივართ ამ გზას გავდივართ და ჩავედით გაგრაში და რო ჩავედით ესე იგი მაშინ ბიძაჩემის ცოცხალი იყო ისმეთ ტარბა და აი რო გავჩერდით ლერმონტოვის ქუჩაზე აი მწვანე ჭიშკართან ამოდიოდა ბიძა აი უბრალოდ ეს შევეჯახეთ ერთმანეთს წარმოიდგინეთ რა დაემართ იმიტომ რომ აი არ უნახევა რამდენი ხანი რა ეკა საიდან საერთოდ წარმოდგენა აქვს და თუმცა გავარდა რომ რაღაცა აფხაზურად რა თქმა უნდა უცებ რაღაცები გავარდა რაღაცების რა სულ ერთ საათი ქონდა მაგრამ აი ესე გავარდა და ამ დროს შევდივარ ესე იგი სახლში შევდივარ და ეხა ბებიაჩემი ზის დიდ ოთახში მისაღებ ოთახში უყურებს ტელევიზორში რაღაც სერიალს. აი წარმოიდგინეთ ხა მისთვის ხა როგორ უყვარდი და მე მისთვის რა ვიყავი და ნამდვილად პრეტენზია მაქვს რომ ერთ-ერთი უსაყვარლესი შვილი და უცებ ვაღებ კარებს და ხა რუსულად ლაპარაკობდი ჩვენ და ბებია და იატკო რო უთხრა აი არ ვიცი ეს რა ქონდა ეს იყო ომის მერე ჩემი პირველი ჩასვლა და მას მერე ბები არ მინახავს. მას მერე ბები არ მინახავს. მას მერე ბებია გარდაიცვალა. ეს ამბავი, იცით რა არის, აი სულ მუდმივად დარჩება ჩემთვის, მაინც როგორც კარგი, რატო იცით რომ მე ეს ვაჩუქე ბებია ჩემს. რომ მას ვერც წარმოედგინე, რომ ის ოდესმე მის შვილიშვილს ნახავდა. მე უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. უბედნიერესი, იმიტომ რომ ჩვენ ზაფხულში ჩავდიოდით ბებიასთან და ჩვენ ამას ვერ ვგრძნობდით. როგორ შეიძლებოდა ეგ ხა ბებიას პირველი მეუღლე ყავდა ვლადიმერ ძიძიგური, რომლისგანაც დედა, დეიდა და ბიძა, შემდეგ ის მოკლეს, ძალიან ახალგაზრდა და მეორე მეუღლე ყავდა ტარბა. ანუ ჩემი ბიძაშვილები არიან ძიძიგურები და ტარბები. ანუ მე ვარ ნახევრად და ჩვენთან ეს აი წარმოუდგენელი იყო, აი საერთოდ არ იყო ხაზოსმან, ქართველი, აფხაზი, ну აი არავინ ამ თემაზე არ ლაპარაკობდა და ჩვენ ყველა ვიცით რომ არა რუსეთის ფაქტორი საერთოდ არ მოხდებოდა. და ნამდვილად გულდაწყვეტა იყო ის რომ ეს გული მწყდება იმაზე რომ ვერ ვისწავლე აფხაზური და ვერ ვისწავლე მეგრული. სამინისტროში დავიწყე მუშაობა, კი ვეუბნებოდი გუნდის წევრებს, რომ ეხა მე ხო რაღაცა ეხა იგებ მასწავლეთ, ვერ ვისწავლე. მაგრამ ეს წინა მე მგონია რომ ბევრი საინტერესო რამ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და ბევრი საინტერესო რამ იქნება. მე შემიძლია ვთქვა რომ აი ეს 2 წელიწად ნახევარი შეიძლება ვიღაც შემედაოს, იმიტომ რომ დავუშვათ ჟურნალისტიკაში ბევრი ძალიან საინტერესო მოხდა. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან ეჭვი მეპარებოდა ჩემ თავში, რა იცით, აი წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით როგორ გავართმევდი თავს, იმიტომ რომ მახსოვს პირველი მთავრობის ხდომა დოკუმენტებს რო უყურებდი და ფიქრობდი რომ მოიცაიკა სათხარ რა გინდა მე ძალიან მადლიერი ვარ რუსლანის და ძალიან მადლიერი ვარ ბედის რომ ეს მოხდა ჩემ ცხოვრებაში რომ მე მომეც ამის შესაძლებლობა რომ აი ამ ხალხისთვის აფხაზეთის რომელიც მე უზომოდ მიყვარს რამე მეკეთებინა და ბევრი პროექტი შემიძლია გამოვყო ყველა ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ძალიან მიყვარს ბევრზე მაინც ვერ ვიტყვით პირდაპირ ეთერში და მე სულ ვამბობ რომ ეხლა როდესაც მე კვლავ მედიას დავუბრუნდი კვლავ ამ რესურსების მობილიზება მინდა რომ 10 ჯერ და 100 ჯერ და მილიონჯერ მეტი გავაკეთო
აფხაზეთისთვის და ამ ადამიანებისთვის და ძალიან მენატრება ჩემი გუნდი. და ეს ადამიანები საოცარი ადამიანები, მე ასეთი სიყვარული და დაფასება და პატივისცემა, როგორც მე მივიღე ამ გუნდისგან, ხარ მიწყეს არავინ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მე ბევრგან მიმუშავე და ბევრგან მიგვძნე, მაგრამ აი კიდე რაღაც სხვადასხვა სიყვარული გწოდნია, ძალიან მენატრებიან, ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი და თავარია შენ აკეთო მთელი შენი არსით და მთელი შენი გულით. ნახეთ, ჯანდაცვის მიმართულებით ხო არის ეს კავშირები? ხო არის? განათლების მიმართულებით მე ეს მახარებდა, რომ განათლების მიმართულებითაც დაიძრა. იმიტომ რომ არის რაღაცა, რასაც შენ ვერ შეაჩერე. დაიძრა ხელოვნების მიმართულებით. სოხუმის თეატრში პირველი აფხაზი მსახიობია და არავინ ამისგან პროპაგანდისტული მას არ ქმნის. ჩვეულებრივად ეს აუცილებლად უბრალოდ დრო ჭირდება და თუ ჩვენ აფხაზეთი ის თემა აფხაზეთი როგორ თემა იცით აი ჩემთვის კიდე აი რაღაცა სამინისტროს აი კიდე ამის მიღმა იმიტომ რომ შენი შემადგენელია რა და შენ თუ ამას გულით გააკეთებ და პატიოსნად ამაზე პროექტი იქნება ისე ვიმეორებ სტატია, ფოტო, სკოლის გახსნა, კომპიუტერის მოძიება თუ რა ვიცი 1000 რამ გააკეთე ეს გულით და მთელი არსით გამოვა. არ არსებობს საქმე, მithwes აფხაზეთის საქმე, რომელიც ეს აგურ, იმიტომ რომ იქიდანაც ვიცი რომ გვიყურებენ. ჩემი გზავნილი იქნება ის რომ მე ძალიან მიყვარხართ. ქართველებიც, აფხაზებიც თუ კი მე შემიძლია რამის გაკეთება, მე თქვენს გვერდით ვარ. Thank you.